იავ კრიფე, ვარდი ვშალე, წინ ბატონებს გადვუშალე. ბატონებზე, ეგრეთ წოდებულ სახადებზე და მე თავშივე მინდა ვთქვა, რომ ეს სიტყვა ამოსაშთობი არის. უცებ მივიღეთ სურათი, როცა 2025 წელს 57 ქვეყანაში გვაქვს წითელი საფეთქები. მათ შორის გვაქვს საქართველოშიც. ჩვენი შუტყვავილი არის ადამიანის ჰერპეს ვირუსი 3. ერთი ვირუსი, ორი დაავადების, ორი გამოვლინების გამომწვევია და ორივე საწინააღმდეგო ვაქცინები ცალ-ცალკე არსებობს. ეს სახადებზე, ეგრეთ წოდებულზე ჩვენ გვაქვს წარმოდგენა, რომ ეს არის ბავშვთა ინფექცია. ეს ინფექცია შეიძლება განუვითარდეს ადამიანს ნებისმიერ ასაკში. ანუ ჩვენ თუ ჩუტყვავილი საწინააღმდეგოდ ბავშვს ავცრით, გამოვაროთ ჩვენ ჩუტყვავილისგან ხო დავიცავთ ბავშვს და შემდგომში აი მისი ამ მეორეული გამოვლინების ზოსტერისგანაც დავიცავთ და ეხლა რა კავშირში არის მაშინ დემენცია, ხო? აი მაგალითად ბავშვს ბაღში რომ დაემართოს წითელა, თუ ის იმ ჯგუფში ბაღში არ არიან აცრილები ან გადატანილი არ აქვს ბავშვებს წითელა, პრაქტიკულად დიდი ალბათობით ყველას დაემართება. ხრებზე არ ვიცი, მაგრამ დაფინანსებულები არა ვართ. ამიტომაც ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ჩვენ ვაქცინა არ აგვაქვს დღეს საქართველოში. ჩვენთან მშობლებს ძალიან ხშირად ერევათ ხოლმე და გონიათ, რომ მათი შვილები ჩუტყვავილე საწინააღმდეგოდ არიან აცრილები. მითხარი ხელოვნური, ერთი მითხარი რა არის ხელოვნური დედამიწაზე? ინტელექტი. იავ კრიფე, ვარდი ვშალე, წინ ბატონებს გადვუშალე. დღეს დავიწყებთ ამ წინადადებით, იმიტომ რომ დღეს ჩვენი სტუმარი იქნება ბატონები. ბატონები, რომელიც ჩვენი წესჩვეულებებიდან შემოგრჩა, ცოტა ხნის წინ აი ამ წესჩვეულებებმა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით ჰქონდა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსიც მიიღო და ვისაუბრებთ რა იმალება ბატონების მიღმა, რომელ დაავადებებს გულისხმობთ და რატო შევარჩიეთ დღეისთვის ეს თემა. მოგესალმებით, თქვენ უსმენთ და უყურებთ ჯანსაღი დიალოგის ეპიზოდს. ჯანსაღი დიალოგი გახლავთ საქართველოს გაეროს ასოციაციისა და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ასოციაციის პროექტი. დღეს შინაურული პოდკასტი გვექნება. სტუმრები, ჩვენც ბატონები ვართ სტუმრები. ზურაბ ალხანიშვილი და ალექსანდრე ჩხიკვიშვილი, ორივე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტები გახლავართ და როგორც ზურა შენ აღნიშნე, დღეს მეტად საჭიროა საკითხებზე მოგვიწევს საუბარი, ბატონებზე, ეგრეთ წოდებულ სახადებზე და მე თავშივე მინდა ვთქვა, რომ ეს სიტყვა ამოსაშთობი არის ჩვენი მეტყველებიდან, ვინაიდან აღარაფერი აღარ არის მოსახდელი, რადგან ყველა ის დაავადება, ინფექციური დაავადება, რომელსაც დღეს მიმოვიხილავთ, ექვემდებარება თითქმის 100%-იან პრევენციას ვაქცინაციით. მოდი საუბარი დავიწყოთ ბატონებზე. საიდან მომდინარეობს ეს ტერმინი, რა ტრადიციას უკავშირდება ეს ჩვენში და რატომ ეს სახალხო სამეტყველო მეტყველებაში რატომ არის კიდევ შემორჩენილი ეს ბატონები როგორც ტერმინი? ხო, სანდრო, თუ გახსოვს ეს როცა დაიწყო აი წეგარაძეს თქვი რომ მიიღო ეს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, მაშინ ცოტა ნებათაღელვა გამოიწვია საზოგადოებაში, ჩვენი კოლეგები აკრიტიკებდნენ ამ გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ რაღაც რომანტიზება არ მოხდეს იმ ტრადიციის, რომელიც ერთგვარად არის დაავადების ცოტა სხვა ფორმით აღქმაზე ორიენტირებული, ხო? მაგრამ საიდან დაიწყო, ზუსტად აი ეს პასუხობს მაგ საკითხსაც, რომ რეალურად ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა ცოდნა ამ დაავადებების შესახებ არ ქონდა კაცობრიობას. ანუ არ ვიცოდით რა იყო ეს დაავადებები, საიდან მომდინარეობდა, მიზეზი რა იყო, ან როგორ შეიძლებოდა რომ დახმარებოდი ადამიანს და ამიტომ აი ამ ბატონების ქვეშ გაერთიანებული არის რეალურად რამდენიმე სხვა ინფექციური დაავადება, სხვადასხვა მიმდინარეობის და სხვადასხვანაირად უდგებოდნენ მაშინ, ანუ ცოტა ისეთი რომ განვაზოგადოთ ამის იდეა რაში მდგომარეობდა, რომ ეს ბატონები მოდიოდნენ ოჯახში, აავადებდნენ ბავშვს და შემდგომში ამ ოჯახს რაღაცები უნდა გაეკეთებინა იმისათვის, რომ არ გაებრაზებინა ეს ბატონები, იმისათვის, რომ ბავშვი გადარჩენილიყო. ერთგვარი უძლურების სიმპტომი იყო ეს რიტუალი, იმიტომ რომ არ იყო რეალური გამკლავების მეთოდები ამ ინფექციებთან და ბაქტერია რაღაცა უნდა არიცოდნენ, ეღონათ ვირუსი არიცოდნენ, ხო? ესეც ქართული მითოლოგიის ნაწილია ეს ბატონებიც და
აი ეს ყველაფერი იყო ერთმანეთში შერწყმული რა ძალიან საინტერესოა ხა ესე რომ ჩაუღრმავდე კონკრეტულად რას აკეთებდნენ საინტერესოა მაგალითად რა არ შეიძლებოდა მე რაც მომწონს ახლა მაგ ნაწილში არ შეიძლებოდა ნასვამი ადამიანი შესულიყო ამ დროს სახლში როცა ბატონები იყვნენ რომ ბატონები არ გაბრაზებული იყვნენ ხო ანუ ეს სიწყნარე უნდა იყოს ყოფილიყო სიჩუმე უნდა ყოფილიყო ასევე თვითონ აი ამ ბატონებს მოწიწებით უნდა დალაპარაკებოდი დაავადება სიტყვა არ ითქმებოდა ამასთან დაკავშირებით ეს იყო სტუმრობა და შესაბამისი დახვედრა იყო საჭირო ну ბუნებრივია ყველაფერი წითელთან ასოცირებული იყო იმიტომ რომ აი ეს დაავადებები რომელიც გამონაყარით მიმდინარე იყო ხო მაინც წითელია და ალბათ მაგიტო შემდგომში ახლა მეც მახსოვს მე რომ მქონდა ბავშვობაში წითელა მაშინ ისინი წითელი ძაფები შეაბეს ახლა ჩემ ბავშვობაში ეგ არ ყოფილა მაგრამ ზოგადი აი ამ ძველი წესჩვეულებებით იყო რომ ამ ძაფის გაწყვეტაც არ შეიძლებოდა თუ გაწყდებოდა ეს ცუდის ნიშანი იყო ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო მამალი ესეთი ამ რიტუალებში გამოიყენებოდა და არ შეიძლებოდა მაგ დროს დაკლა ასევე საბოლოო ჯამში ფოლკლორში გადაინაცვლა კიდე თავისი სიმღერით, ხო? აი ეს რაც წავიკითხე კიდე. დასაწყისში ეს პირველი წინადადება არის ლექსი, რომელსაც სიმღერის ბატონების ნანა, ხო? ანუ რომელსაც უმღეროდნენ ამ დროს აი ამ ბატონებს და შემდგომში ის უკვე გადაიქცა ანუ ქართულ ხალხურ სიმღერად და რეალურად ნანა როგორც დედა, ქალღმერთი, რომლის შვილებიც იყვნენ ეს ბატონები, როგორც მე ვიცი. ხო, მე არა ვარ ესეთი ღრმად ჩახედული, ალბათ ამაზე ხა სპეციალისტებს უნდა ვესაუბროთ, მაგრამ ალბათ კუთხეების მიხედვით კიდე ხო განსხვავებულია, იმიტომ რომ თან იგივე ამ დაავადებებს ბატონების ქვეშ რომელიც მოვიაზრებთ საქართველოს კუთხეებში სხვადასხვაა. იმიტომ რომ ალბათ იმის მიხედვით სადრა ვრცელდებოდა. მაგრამ ნუ შეგვიძლია მაინც ვთქვათ, რამდენიმე ძირითადი ხა რაც იყო, ეს იყო წითელა, ალბათ ყვავილიც იქნებოდა თავის დროზე, ეს იყო ჩუტყვავილა, ეს იყო ყივანახველა და ნუ პლუს მინუს ბავშვთა ინფექციები ძირითადად ბავშვთა ინფექციებს რო ეძახით. ხო, ბავშვთა ინფექციებად რომ მოიხსენიებთ ხოლმე. ეს ტრადიცია თავის საქმეს აკეთებდა მაშინ, იმიტომ რომ როგორც შენ თქვი, ეს რაღაც უძლურების გამოხატულება იყო, ხო, ხა რაც შეეძლოთ იმ თავისი ცოდნის, თავისი რელიგიური შეხედულებების, თუ რა საფუძვლებიც ამასე და საბოლოო ჯამში ესე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომელიც დაასრულდა მას შემდეგ, რაც უკვე მედიცინამ განვითარება აქტიურად დაიწყო და ვაქცინები გამოჩნდა და დაავადებები გავიგეთ, აი ეს 30-იან წლებში უკვე რომ გამოყავით ვირუსები, ბაქტერიები ერთმანეთის 40-50-იან წლებში უკვე ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობდა ამ ბავშვთა ინფექციების, ბავშვები აღარ იღუპებოდნენ, ნაკლებად ავადობდნენ ამ ინფექციებით და ამ ტრადიციამ გადაინაცვლა უკვე ადამიანების მეხსიერებაში. ხო დღეს არავინ ამას აღარ აკეთებს, ბუნებრივია. თუმცა გახდა რუდიმენტი, მაგრამ სიტყვა ბატონები მაინც სიტყვა ბატონები მაინც დაგვჭა და ხშირად არის ხოლმე მაინც აი წეგან შე რო ახსენე სახადი სიტყვა, ხო? აი ეს სიტყვა როგორი დამაზიანებელია დღემდე ამდენად. აი ამაზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს ხო არ არის დაავადებები, ხა წითელაზე რო სალაპარაკობთ, თუნდაც უტყვავილის შემთხვევაში, რომ აი ერთხელ გადარჩი ავადობის შემდეგ და მე აღარაფერი დაგემართა. ხო. მათ შეგვიძლია პრინციპში რომ ამ ეგრეთ წოდებულ სახადებს, ვირუსებს, რაც შენ დაასახელე, მიუყვეთ, რომელიც ვაქცინაციით პრევენციას ექვემდებარება და გავარჩიოთ თითოეული მათგანი. რა ვირუსებზე მაშინ სანდრო რომ რა კი ჩუტყვავილა და წითელა გამოყავი ვისაუბროთ ჩუტყვავილა და წითელაზე ძირითადად და თან იმ კონტექსტის გათვალისწინებითაც რაც ხდება დღევანდელ რეალობაში ხო რომ ეხა რატომ მოგვივიდა მე და სანდროს ეს იდეა რომ დღეს ეს ჩაგვეწერა იმიტომ რომ ამ ორი დაავადების აქტიური გავრცელების პერიოდში ვართ ეხა საქართველოში ჩუტყვავილას შემთხვევაშიც ზუსტი სტატისტიკა არა გვაქვს, შენ ხო არ გაქვს, დანე? ჩუტყვავილა ზოგადად ყოველწლიურად საქართველოში დაახლოებით 8-10,000 ბავშვს ხვდება. თუმცა ახასიათებს ციკლურობა, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში ამაზე მე უფრო დეტალურადაც ვისაუბრებთ ალბათ, არ არის ხელმისაწვდომი ვაქცინაცია, ამიტომ ინფექცია ვრცელდება ბუნებრივად საზოგადოებაში და ძირითადად ბავშვებში.
იწყებს ვირუსი გავრცელებას, იქმნება იმუნური ფენა, რაღაც მომენტში ჩერდება და რამოდენიმე წლის განმავლობაში გვაქვს როგორც უკვე ვახსენე ეს იმუნური ფენა ბავშვების, რომლებიც დაცულები არიან ინფექციისგან, თუმცა იზრდება ახალი თაობა ბავშვებისა, რომელიც არ არის დაცული ამ ვირუსის მიმართ, არ გადაუტანით და მე ხელახლა იწყებს აღმავალ გზას ადგება ამ ვირუსის გავრცელება და ესეთი ციკლური ხასიათი აქვს. 3-4 წელიწადში ერთხელ გვაქვს პიკები, მაგრამ საშუალოდ როგორც ვახსენე, ესე 8-10000 ბავშვი ინფიცირდება, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელი არის. მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ ჩუტყვავილა ითვლება მსუბუქ ინფექციად. მსუბუქ ინფექციად. ამიტომაც ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც ჩვენ ვაქცინა არ აგვაქვს დღეს საქართველოში. მაგრამ მოდი ცოტა უკან გადავინაცვლოთ და ეს ვირუსი დავახასიათოთ, როდესაც ვლაპარაკობ ჩუტყვავილაზე, რა ვირუსთან გვაქვს საქმე. ეს არის უცნაური ვირუსი საკმაოდ. ჩუტყვავილას გამომწვევი ვირუსი არის varicella zosteris ვირუსი. ორსახელიანი ვირუსი არის და ეს არ არის შემთხვევითი. ნაწილ-ნაწილ გავარჩიოთ თითოეული მათგანი რას ნიშნავს, ხო, ესე ჯობია. დავიწყოთ varicella. varicella-ი დავიწყოთ, ხო, რაღაც თვითონ სიტყვაც უცნაურად ჟღერს. რა არის ეს varicella? varicella მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან variola-დან, რომელიც ნიშნავს ყვავილს და ასე მოიხსენიებდნენ დაავადება ყვავილს. რატომ? იმიტომ რომ ყვავილის გამოვლინება ეს ბუშტუკოვანი გამონაყარი ძლიერ გავდა ჩუტყვავილას გამოვლინებას ბუშტუკოვან რომელსაც ასევე ბუშტუკოვანი გამონაყარი ახასიათებს, ხო და ადამიანები თვლიდნენ რომ ჩუტყვავილა იყო ყვავილის მსუბუქი ფორმა. ამიტომ variola-დან მომდინარეობდა ეს სახელი varicella, რომელიც მცირე ყვავილს ნიშნავს. ანუ ეს კნინობითი სუფიქსი ela გაჩნდა variola-დან გამომდინარე. არა ყვავილი, არამედ მსუბუქი ყვავილი. თუმცა მე-18 საუკუნის შუაში ვილიამ ჰებერდინი იყო ესეთი ინგლისელი ექიმი, რომელმაც განასხვავა ეს ორი დაავადება ერთმანეთისგან და გაირკვა, რომ საერთოდ არაფერი კავშირი ამ ორ ვირუსს ერთმანეთთან არ ქონდა. აბსოლუტურად სხვა ოჯახებს განეკუთვნებიან ვირუსებისა, ყვავილი და ჩუტყვავილა. ჩუტყვავილა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, იგივე varicella zosteris ვირუსი მიეკუთვნება ჰერპეს ვირუსების ოჯახს, თუმცა ეს არ უნდა აგვერიოს ადამიანის მარტივ ჰერპეს ვირუს 1-სა და 2-ში, რომელიც ძირითადად ტუჩებზე ან ლორწოვანზე გამონაყარით, მტკივნეული გამონაყარით ან გენიტალიებზე მტკივნეული გამონაყარით ხასიათდება, არამედ ჩუტყვავილა არის ადამიანის ჰერპეს ვირუსი 3, რომელიც ვრცელდება ადამიანებს შორის წვეთოვანი გზით. ანუ, როდესაც ინფიცირებული ადამიანი უბრალოდ სუნთქავს, საუბრობს, აცემინებს, ახველებს, მეორე პირი, რომელიც მასთან კონტაქტში იმყოფება, თუ ის არ არის აცრილი ჩუტყვავილის მიმართ, ან არ აქვს გადატანილი ჩუტყვავილა, ის შეიძლება დაინფიცირდეს ამ წვეთების, საუბრის ან ცემინების ყველა დროს გამოტყორცნილი წვეთების შესუნთქვით. და არის ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადება. ერთ-ერთი ყველაზე გადამდები დაავადება. შემდეგ კი. ყველაზე გადამდები იყო, მაგრამ მე მგონი ეს ბოლოს COVID-ის ამ ბოლოს შტამებმა სადღაც შუაში გააჩნია შტამს, ხო? მაგვახსოვს რომ ომიკრონი უფრო მაგრამ ნუ ერთ-ერთი ყველაზე გადამდებია. იყო და სწრაფად ვრცელდებოდა, მანამდელი შტამები დელტა ასე შემდეგ უფრო ნელა. ზოგადად ინფექციის გავრცელების ხარისხი აღინიშნება რეპროდუქციული ინდექსით და რეპროდუქციული ინდექსი ნიშნავს საშუალოდ ერთი ინფიცირებული ადამიანი რამდენ ადამიანს აავადებს გარშემო. წითელა შემთხვევაში ეს არის 12-დან 15 ადამიანამდე. ერთი ინფიცირებული აი მაგალითად ბავშვში რომ დაემართოს წითელა, თუ ის იმ ჯგუფში ბავშვში არ არიან აცრილები ან გადატანილი არ აქვს ბავშვებს წითელა პრაქტიკულად, დიდი ალბათობით ყველას დაემართება და დაემართება ძალიან მალე. ანუ უცებ ვრცელდება. ჩუტყვავილა მსგავსი გადამდებლობის მაჩვენებლით რეპროდუქციული ინდექსით არ ხასიათდება, თუმცა საკმაოდ მაღალი რეპროდუქციული ინდექსი აქვს სხვებთან შედარებით და ხო, შედარებით საუბრობთ, 7-8 თუ არ ვცდები რა, 7-8 ადამიანი ინფიცირდება ჩუტყვავილით, როდესაც ერთ ადამიანს აქვს ჩუტყვავილა. მოდი მიმდინარეობაზე ვთქვათ, ესე იგი სანდრო, თქვით რომ არის მსუბუქი ინფექცია, ხო? მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მძიმე გარცვლებები არ ახლავს. უბრალოდ უფრო იშვიათად არის. უფრო იშვიათად, ხო, მაგრამ ეშმაკი დეტალებშია, ამიტომ, როდესაც ვსაუბრობთ ჩუტყვავილაზე, ესე იგი, როდესაც ჩაისუნთქავს ამ წვეთს, ინფიცირებულ წვეთს სხვა ადამიანისგან, მეორე ადამიანი, ბავშვებში ხდება ხშირად, მაგრამ ეს აქვე უნდა დავიმახსოვროთ, აი კამერაში ვიტყვი, რომ ეს სახადებზე, ეგრეთ წოდებულზე ჩვენ გვაქვს წარმოდგენა, რომ ეს არის ბავშვთა ინფექცია. ეს ინფექცია შეიძლება განუვითარდეს
ადამიანს ნებისმიერ ასაკში, ანუ ეს არ არის მხოლოდ ბავშვების ინფექცია. თუ ჩვენ ბავშვობაში არ გვაქვს გადატანილი ეს დაავადებები, ან არ ვართ აცრილი ამ დაავადების მიმართ, ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაგვემართოს ეს ინფექცია და მოზრდილ ასაკში თითოეული ეს ინფექცია უფრო მძიმედ მიმდინარეობს, ვიდრე ბავშვობის ასაკში და სწორედ ამიტომაც ვცხრით ბავშვებს. მოკლედ, ეს ვირუსი რომ გავაგრძელოთ ვირუსის მიმდინარეობაზე, ეს ვირუსი რომ ხდება ადამიანის სასუნთქ გზებში, სასუნთქი გზებიდან გადაინაცვლებს სისხლში და სისხლს ეს ვირუსი მიაქვს კანზე, კანთან. სწორედ ამიტომაც იწყებს პაციენტი გამოხატვას ამ გამონაყარის, ჩუტყავილის შემთხვევაში ეს არის, როგორც ვთქვი, სითხით სავსე ბუშტუკებით მიმდინარე გამონაყარი, რომელიც ტანზე ვლინდება, როგორც წესი და პაციენტი არის გადამდები, აი სანამ ეს გამონაყარი გაუჩნდება დაახლოებით 1-2 დღის განმავლობაში და გამოვლენიდან, აი ბოლო ბუშტუკის დაფუფხებამდე პაციენტი ითვლება გადამდებად. ხო, ეს მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მაგის მერე უკვე განამდები აღარ არის. შეიძლება კიდე კონდეს ეს ისინი შეხორცდება, თუმცა მაგ დროს უკვე ადამიანი განამდები აღარაა. ზუსტად, რომ გავაგრძელოთ მიმდინარეობა და აქ უკვე ვირუსის სახელის მეორე ნაწილში ვინაცვლებთ. მოიცმოთ სანამ მან წავალთ ის თქვათ, რომ აი ამ პერიოდში ხო, როცა ავადობს ადამიანი. ცუდად არის. უფრო სასახს რო შეეხე, ხო, იქ უფრო ახასიათებს შედარებით უფრო მძიმედ მიმდინარეობა, ხო, ძალიან შემაწუხებელია ხოლმე. შენ გადატანილი გაქვს? ჩუტყავილა? კი. ხო, მეც და არ ვიყავი პატარა და არ იყო სასიამოვნო ამბავი ეგ. და მაგ პერიოდში ასევე ჩვენ გვაქვს ბევრი წარმოდგენა, მითი, არასწორი პრაქტიკა, მოვლის, მკურნალობის და ასე შემდეგ. მოდი ახლა მაგებს ჩამოვუყვეთ და კი, აუცილებლად. აი მე მოკლედ მიმდინარეობას თვითონ ვირუსის ესე თქვა დინამიკას აღწერის დასრულება მინდოდა და უბრუნდები ისევ ჩუტყავილის დროს რა მითები, არასწორი ინფორმაცია, არასწორი პრაქტიკები, რაც არსებობს დღემდე საზოგადოებაში, ხო? რას აკეთებს ეს ვირუსი? გაიარა ჩუტყავილო, პაციენტი გამოჯანმრთელდა, ბავშვი გამოჯანმრთელდა, რა შვება ვირუსი. როგორც სხვა ჰერპეს ვირუსების შემთხვევაში, გამოჯანმრთელების შემდეგ ეს ვირუსი ჩვენ ორგანიზმს არასოდეს არ დატოვებს. რას აკეთებს ეს ვირუსი? ბუშტუკებიდან ვირუსი ინაცვლებს მგრძნობელობით ნერვებში, ვიცით რომ ნერვული მომარაგება ადამიანს თელს სხეულზე აქვს და ძირითადი ნერვული მომარაგება ზურგის ტვინიდან მოდის და ამას ჩვენ პერიფერიულ ნერვებს ვეძახით, ზურგის ტვინიდან, რომელსაც ხერხემლის სვეტი აკრავს გარშემო, გამომდინარეობს პერიფერიული ნერვები და მიდის თითქმის სხეულის თითოეულ წერტილამდე. აი ამ ბოლო წერტილებში ინაცვლებს ეს ვირუსი, მოყვება, მოგზაურობს ამ ნერვში და იბუდებს, ასე ვთქვათ, ზურგის ტვინთან ახლო მდებარე ნერვულ ფუძეში. დორსალური განგლია ქვია, ეხლა ძალიან რო არ გადავღალოთ ჩვენი მაყურებლები და მსმენელები ამ ტერმინებით. იქ იბუდებს, გადადის მძინარე, მთლემარე, ლატენტურ ფორმაში, როგორც გვინდა დაუძახოთ და წყვეტს ფაქტობრივად გამრავლებას. ამიტომაც არ გამოხატავს პაციენტის სიმპტომებს. ანუ გადადის მძინარე მდგომარეობაში, რეპლიკაციას, ანუ გამრავლებას ფაქტობრივად წყვეტს, თუმცა მოგვიანებით სიცოცხლის ნებისმიერ ეტაპზე, მაგრამ უხშირესად 50 წელს ზემოთ ასაკის პაციენტებში, ან თუ პაციენტის იმუნური სტატუსი რაიმე მიზეზით არის დაქვეითებული ან შესუსტებული, შეიძლება ეს ვირუსი გააქტიურდეს, დაიწყოს გამრავლება, გამოყვეს უკან ამ ნერვს და კანის იმ უბანზე გამოიწვიოს ტკივნეული გამონაყარის განვითარება, რომელსაც ამარაგებს ეს ნერვი. და ამას ჩვენ უკვე ვეძახით ზოსტერს. რას ნიშნავს ზოსტერი? ზოსტერი უკვე ლათინურია ბერძნული სიტყვა არის და ნიშნავს სარტყელს. ვინაიდან ნერვს მიყვება და სწორედ ამ ნერვის გაყოლებაზე, კანზე ვლინდება ეს მტკივნეული, ძალიან მტკივნეული და უსიამოვნო გამონაყარი. ამიტომაც ეძახიან ამას ზოსტერს ან სარტყლისებრ ჰერპეს მეორენაირად. აი ეს მინდოდა რომ მეთქვა ზოსტერის შესახებ და თვითონ სიტყვა საიდან მომდინარეობს და ვირუსი როგორ მოქმედებს. აქ უნდა ითქვათ, ანუ რაკი წეღან ვახსენეთ, რომ ეს არის ჰერპეს ვირუსის ოჯახის წარმომადგენელი, ჩუტყვავილა, ანუ ჰერპეს ვირუსები განეკუთვნება რეტროვირუსებს. რეტროვირუსები ნიშნავს იმას, რომ ისინი ჩვენ არასოდეს აღარ ვტოვებენ, რჩებიან ჩვენს ორგანიზმში და აი სიტყვა სახადი, რატომაც არ მომწონს ამ
შემთხვევაში, ხო? იმიტომ რომ ზუსტად. თლად ბოლომდე ამას ვერ მოიხდი. იმიტომ რომ ამ გართულების ალბათობა მაინც რჩება შენს ორგანიზმში, რომ თქმა უნდა. მომავალში სხვადასხვა მიზეზებით გამო ეს შეიძლება ასაკობრივად იყოს იმის გამო, რომ ჩვენი იმუნური სისტემა ნელ-ნელა სუსტდება, ხო ეს ტეუჯრედების ხარზე, რომელიც ვეღარ აკონტროლებს აი ამ რეტროვირუსს ამ შემთხვევაში ამ ჰერპეს ვირუს ორგანიზმში შეიძლება ეს ვირუსი ისევ გააქტიურდეს და მეორე დაავადება გამოიწვიოს, რომელიც ასევე არ არის, ხო, ეხლა ესეთი მომაკვდინებელი მდგომარეობა ეს არ არის, მაგრამ ძალიან შემაწუხებელი და ძალიან შემაწუხებელია. ძიმე ოღონდ არა კლინიკური და სამედიცინო გაგებით ძიმე მიმდინარეობა აქვს, ხო? ძალიან შემაწუხებელია უბრალოდ ადამიანებისთვის, ვისაც ეს აქვთ. კი, და აი სახადზე რა ხომ ვლაპარაკობთ, ჩვენთან აი რითიც მინდა ასევე დავიწყო ამ თემაზე საუბარი, გავრცელებული პრაქტიკა არის დღემდე სამწუხაროდ ბევრგან, რომ თუ ერთ ბავშვს დაემართება ეს ჩუტყვავილა ან სხვა ესეთი ბავშვთა ვირუსული ინფექციები, ბატონებს, რასაც ეძახიან, წითელა, წითურა, ყბაყურა, ასე შემდეგ, არსებობს პრაქტიკა, რომ სხვა არადაინფიცირებული ბავშვები შეჰყავთ, ეგ უფრო განსაკუთრებით კიდე მე მოგიყვებით ჩემს მაგალითს. ესე საინტერესო იქნება პირად მაგალითს. მქონდა მე და ჩემს ძმას მქონდა. წითელა. მაგრამ მოდი ესე ვთქვათ, ხა რატო დამემართა წითელა? მაგდან დავიწყებ, რომ ნათელი მოვფინოთ რა მოხდა. აცრილები ვიყავით, მაგრამ დაგვემართა უყოთ იმიტომ, რომ ეს არის 90-იანი წლები დიდი ალბათობით. იმის გამო, რომ შუქი არ იყო, არაფერი არ იყო ქვეყანაში, შენახვის პირობები ამ ვაქცინების არ იყო სათანადო და ინაქტივირებული იყო, ამიტომ მაინც დამემართა ეს. არ იმუშავა იმ ვაქცინამ, იმიტომ რომ კარგად სავარაუდოდ არ ინახებოდა. დაგვემართა მე და ჩემს ძმას, რომელიღაცას პირველს და გადავდეთ ერთმანეთს და ადამიანები ჩვენ გარშემო ამბობდნენ ხოლმე, რომ ჩვენი და სანამ რაკი პატარები ვიყავით, ბარემ შეუშვით ამასთან ოთახში, იქნებ მასაც გადაედოს. მე მაქვს ახლა ეგეთი შეკითხვა, რომ ვინც ამას ამბობდა, რომ ჩვენი დაც უნდა შემოეშვა ჩვენთან ოთახში. ის ადამიანი დასაჭერია თუ არ ცოდნა. იცით რა, მარტო არ ცოდვას ვერ დავაბრალებ და რატომ? სანამ არ გქონდა ჩვენ შესაბამისი მკურნალობის მართვის მეთოდები გამოგონილი, ამას რაღაცა ტიპის გამართლება ქონდა და გეტყვირე მე რა. იმიტომ რომ ამ ხალხმა იცოდა, რომ მოგვიანებით ასაკში ეს ბევრად უფრო მძიმედ შეიძლება მიმდინარეობდეს და ამიტომ ცდილობდნენ, რომ ბავშვობის ასაკში ეს მოემთავრებინათ, ესე ვთქვათ. ამიტომაც ეძახდნენ სახას. სახაც ეძახდნენ მაგითო, კი. და ისედაც ისე აი ამ ყვავილის ამ ვარიოლაციის პრაქტიკაც დაახლოებით ხო ეგ იყო, ხო, რომ თვითონ მართებდნენ ადამიანს ფაქტობრივად ამ ყვავილს, სუბუქა დაინფიცირებდნენ მცირე რაოდენობის ვირუსის ორგანიზმში შეყვანით, იმისთვის რომ სხვა შემთხვევაში დიდი ალბათობით მაინც დაემართებოდა და ის უკვე უკონტროლო მდგომარეობა იქნებოდა და აქ გადარჩენის შანსი მაინც ჰქონდა. დაახლოებით ეგეთი რაღაცა. ხო, ეს რა თქმა უნდა, ეხლა რა მაგალითს მოვყევი, ეს ეხლა ნახევრად ხუმრობით, იმიტომ რომ ყოველთვის კონტექსტ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და მას შემდეგ ძალიან ბევრი წელი გავიდა და იმის შემდეგ ძალიან განვითარდა მედიცინაც და ჩვენ ცოდნაც გაიზარდა, ხო, ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ეს ეხლა ჩუტყვავილის შემთხვევაშიც ესეა, ხო, ანუ რეალურად არ უნდა გვინდოდეს, რომ ეს ინფექცია ჩვენ დაგვემართოს. რა თქმა უნდა. იმიტომ რომ მასაც აქვს აი ესეთი შემდგომში შეიძლება გქონდეს ასეთი ტიპის გართულებები, როგორც არის ეს მეორადი დაავადება უკვე. კი. თვითონ ვირუსული ინფექციის მიმდინარეობის დროსაც, ჩუტყვავილის მიმდინარეობის დროსაც არსებობს რისკი პნევმონიის, ენცეფალიტის რისკი არსებობს, პნევმონიაში გულისხმობთ ფილტვების ანთებას, ანუ ბაქტერიული ფილტვების ანთებით გართულებას, ამ ვირუსული დაავადების, ენცეფალიტის შემთხვევაში გულისხმობთ თავის ტვინის ანთებას, რაც ხშირად ფატალურად სრულდება, ხშირად არა, მაგრამ ფატალურად შეიძლება დასრულდეს და თუ ფატალურად არ სრულდება, მძიმე ნევროლოგიური შეიძლება მუდმივი ნევროლოგიური გართულება გამოიწვიოს, ასევე ბაქტერიული მეორეული ინფექციები ბუშტუკებს, რაც უკვე ცალკე საკითხია, რასაც მინდა რომ შევეხოთ ძალიან. ამაზე უნდა ვისაუბროთ, იმიტომ რომ ის მითები, რომლებიც არის გავრცელებული, მაგალითად ის, რომ დაბანა არ შეიძლება. ხო, ეს არის პირიქით. ერთ-ერთი ხელშემწყობი არის ამის, რატო? იმიტომ რომ დაინფიცირება ხდება აი ამ ბუშტუკების. უკვე ბაქტერიებით და შემდგომ იქ უკვე ბაქტერიული ინფექციები და უარესად წუხდება
ხდება ეს პაციენტი, ხო? ეგ ერთ-ერთი ისეთი გავრცელებულია. ხო, თან თუ როცა არ იბან, უფრო მეტად გექავება, ანუ დალბობა არ ხდება ადგილზე, ანუ ეს ხახუნი მეტია, იქავებს უფრო პაციენტი და უფრო დიდი რისკია ინფექციის შეტანის, უკვე ავტოინფექციის შეტანის, უკვე ბაქტერიულს ხო ფშხილებიდან და პირველი მოწოდება ზოგადი რეკომენდაცია ესეც არის, რომ ბავშვს, რომელიც დიდად ვერ აკონტროლებს საკუთარ ქცევას, სულ ფშხილები უნდა კონდეს დაჭრილი, როდესაც სანამ ეს გამონაყარი აქვს, რომ არ მოიქაოს. ანუ მთელი დღევანდელი მკურნალობის და მართვის მიდგომები მიმართულია იმისკენ, რომ შემცირდეს ქავილი, გვაქვს ასევე ანტივირუსული მედიკამენტები, ჰერპეს ვირუსი არის, აციკლოვირი, სხვა ანტივირუსული პრეპარატები, რომელიც გამოყენების შემთხვევაში თუ ადრევე მოხდა ჩარევა და ადრევე გამოიყენა მეურვე ბავშვის შემთხვევაში ეს პრეპარატი ამცირებს ხანგრძლივობას ამ გამონაყარის და ავადმყოფობის და ამსუბუქებს კიდევაც მას. რომელიც ოღონდ ექიმის დანიშნულებით უნდა ცხადია, ხო, ეხა ეს თვითონ ვერ შეიძლება, იმიტომ რომ ვერც ხადია, ერთი ხო არასამეცნიერო განათლების მქონე ადამიანი ვერც განასხვავებს არის თუ არა ეს ჩუტყვავილა და თუ არის ჩუტყვავილა მას ჭირდება თუ არა ეს მედიკამენტი ამასაც ამიტომ თუ თქვენ გარშემო არიან ადამიანები იცოდეთ რომ ექიმს უნდა მიაკითხოთ არსებობს რაღაცა მეთოდები როგორც შეიძლება დაეხმაროთ ადამიანებს თუ არა და ნუ თავისით ეს ინფექცია მაინც გაივლის მას თავისი ციკლი აქვს და ამ ციკლის გავლის შემდეგ ჩუტყვავილას აი ეს მდგომარეობა დამთავრდება თუმცა ეს გამონაყარი რომელიც აქვთ შემაწუხებელია ხო ანუ ეს ეკავებათ და აი ამ მუდმივი დაზიანებით აი ამ გამონაყარ ადგილებში შეიძლება რომ საბოლოო ჯამში მივიღოთ ნაწიბურებიც ხო ნაწიბურები კი ზუსტად ქავილისგან მეორეული ბაქტერიული ინფექციისგან ქავილის შედეგად თუ იქ მერე კიდე ბაქტერიული ინფექცია განვითარდა ამ ვირუსულ ინფექციაზე ზემოდან იქ დანაწიბურების რისკი მაღალია თუ არ იბანს პაციენტი კიდევ უფრო მაღალი არის ხო დანაწიბურების რისკი იმას ცალკე მკურნალობა ჭირდება იმ ბაქტერიულ ინფექციას და კიდევ ერთი მოდი შევეხოთ ამასაც ძალიან გავრცელებული პრაქტიკა დღემდე ჩემ ბავშვობაში მეც მახსოვს სკოლის პერიოდიდან დაწინწკლული ჩემი კლასელები ბრილიანტის მოდილი ასანდრო ამაზე მოვუსმინოთ ჩვენ მეგობარს არჩილ მარშანიას იმიტომ რომ მან თავის TikTok გვერდზე მისი TikTok-ის არხის აღწერას ნახავთ ჩვენი ვიდეოს აღწერაში აი ამ თემაზე ეგრეთ წოდებული ზელიონკას ანუ ბრილიანტის მწვანე ხო ამის შესახებ პატარა ვიდეო ჩაწერა არაფერი განსაკუთრებული და ვნახოთ აბა რას ამბობს ამ თემაზე აჩიკო როდის ვიხმაროთ ზილიონკა თუ ზელიონკა რაც არის არასდროს მე რასაკვირველია ამ ნაწილში ვეთანხმები თუმცა ეხლა ჩვენ ვიდეო ბოლომდე არ გვინახავს ამიტომ ჩვენ თვითონაც განვავრცოთ ამ დროს პირველად დახმარება რა არის უბრალოდ ჩემთვის ცოტა უცნაური იყო ის გამოხმაურება რომელიც ამას მოყვა იქ ქვემოთაც ასეულობით კომენტარია და ესე რომ გადახედა ვერ გავიგე ესეთი მტკივნეულად რატო აღიქვეს ხო, იცი რა, ზოგადად ჩემი აზრით, აი ეს ტრადიციული მიდგომების მიმართ არსებობს რაღაცნაირი ბუნებრივი ნოსტალგია. ხო, მაგრამ რა იქ ხელა ტრადიცია ხა ეს არის საბჭოთა კავშირიდან წამოსული ეს დაწინწკლა მწვანეთ ამ ბავშვების რო ესეთი ის ყოფილიყო, ხო, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში მე არ მოველოდი ამას. ხო, მაგრამ აი ხალხი რთულად ელევა, ნუ რაღაც ხრივ გასაგებიც არის. როდესაც ოჯახებში იყენებენ, გამოუყენებიათ, ფაქტობრივად შეიძლება პირადადაც მიიღოს ადამიანმა, ხო, რომ ამას ეს გამოუყენებია, ესე იგი, არასწორად მოუქცეულ ვარ მე, აბა რა უნდა მუშაობს, იმიტომ რომ თუ ზილიონკას რო გამოიყენებ, იმ ბავშვს მაინც გაუვლის, ხო, ეს ჩუტყვავილა ხო არ დარჩება სამუდამოდ და ბრალდება ჩუტყვავილას. სინამდვილეში აი ვიდეოსაც რო დავამატოთ ჩვენი მხრიდან, რა შეიძლება ითქვას ბრილიანტის მწვანეზე, იგივე ზელიონკაზე, ეს პირველ რიგში გამოიყენება როგორც საღებავი თელს სოფლიოში ეგრეთ წოდებულ განვითარებულ სამყაროს რო ეძახით. ეს მხოლოდ საბჭოთა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გამოიყენებოდა როგორც რაღაცა სამკურნალო პრეპარატი. აქვს მას ანტისეპტიკური მოქმედება, გრამდადებით ბაქტერიებზე მოქმედებს, თუმცა პრევენციულად ამის გამოყენება ჩუტყვავილის დროს ბუშტუკებზე მიზანშეწონილი არ არის, იმიტომ რომ არ არსებობს კვლევა, მყარი მტკიცებულებები, რომელიც ამბობს, რომ
ამ ზილიონკის გამოყენებით მცირდება იმისი რისკი, რომ ამ კონკრეტულ პაციენტს ბაქტერიული ინფექცია დაემართოს. ამიტომ ფაქტობრივად თვალის დახუჭვას გავს პრობლემაზე და ამას ორმაგი მნიშვნელობით ვამბობ. თვალის დახუჭვას კიდე იმიტომ, რომ ნიღბავს ეს ეგრეთ წოდებული ბრილიანტის მწვანე ამ ბუშტუკებს და ვერ ხედავ ჩვენ იქ ჩირქია, სითხეა, იმიტომ რომ ჩირქი ბაქტერიული ინფექციის ერთ-ერთი მთავარი გამოვლინებაა, ხო, ეს ყვითელი სითხე, რომელიც ბაქტერიულს ახლავს და ძალიან იშვიათად არ ახლავს ვირუსულ ინფექციას. ამიტომ ვერ ხედავ ჩვენ როგორ მიმდინარეობს და მართლა თუ ჩარევა შეიძლება გახდეს საჭირო, შეიძლება ვერ დავინახოთ, ვინაიდან მწვანე მოშავო არის მთელი ეს ბუშტუკები და გამოიწვიოს მერე დანაწიბურება, ან უფრო ძიმე გართულება, ან ასე შემდეგ. ამიტომ რაც არ უნდა ყურს ცუდად ხვდებოდეს და ნოსტალგიურები ვიყოთ ხალხური ტრადიციების მიმართ, თუმცა საბჭოთა ხალხური ტრადიციები რამდენად უნდა აღვიქვათ ჩვენ რაღაცა ეროვნულ ხალხურ ტრადიციებს, ესეც საკითხავია. დაუშვებელია გამოყენება ზილიონკასი. არ არის საჭირო და დაუშვებელს იმიტომ ვამბობ, რომ შეიძლება ხო, აწვალებთ ადამიანს, მეორე ანტისეპტიკური საშუალება აღიზიანებს ასევე კანს და შეიძლება ქავილი გააძლიეროს, ამან და საბოლოო ჯამში გავართულოთ შედარებით უწყინარი დაავადება, მაშინ დაავადება საშუალებები არსებობს დახმარების, ხო, რომელიც შეუძლია ეგეთთან კონსულტაციის ქავილის შემცირება, ეხლა არ დავასახელებ კონკრეტულ პრეპარატებს, ქავილის შემამცირებელი, ანუ ანტიჰისტამინური საშუალებები ასე შემდეგ, ლოსიონების ყველასა, რომელიც კანს არბილებს, ძალიან მნიშვნელოვანი რბილი, ანუ ბამბის ქსოვილისგან დამზადებული ტანსაცმლის ტარება, რომელიც არ ეხახუნება კანის ზედაპირს ისე, ანუ აი ესე ლუზ იმას მოშვებულ ტანსაცმელს რომ ეძახიან ან აბრეშუმიას ხა აბრეშუმი ძვირადღირებულია, მაგრამ ნუ ბამბა შეიძლება მოიპოვებოდეს სახში. აი მისკენ არის მიმართული სიცხის დამწევები და მართვა სიმპტომურად და ანტივირუსული მედიკამენტებიც გვაქვს, რომელიც ხშირად საჭირო არ არის რომ გამოვიყენოთ. კი ბატონო. და დაბანა არამხოლოდ არ შეიძლება, არამედ აუცილებელია საპნითა და წყლით დაბანა ბავშვი იქნება თუ მოზრდილი, იმიტომ რომ ისევ და ისევ თუ არ დავივანთ, იქ შეიძლება დაგროვდეს ბაქტერიების ფენა გაჩნდეს, რომელსაც ინფექცია შეიძლება შეიტანოს კონკრეტულ ბუშტუკში. კი ბატონო. მოდი სანდრო, ეხლა თან პრევენციის საშუალებებზეც რო გადავიდეთ, ხო? აი ვისაუბროთ. მოდი საიდან დავიწყებ, იცი, ჩვენს იმაზე. Facebook-ის გვერდზე ჯანმრთელობის დღიურების რამდენიმე დღის წინ დავდეთ ერთ-ერთი სიახლე, ერთ-ერთი კვლევის შედეგი, რომელიც ამბობდა, რომ აი ამ ზოსტერის საწინააღმდეგო ვაქცინაციით შესაძლებელი არის დემენციის რისკის შემცირება. ეხლა ამაში რა იგულისხმებოდა? ამაში იგულისხმებოდა ის, რომ ადამიანები, ვისაც ჰქონდა გაკეთებული ზოსტერის ვაქცინა და ვისაც არ ჰქონდა, 20%-იანი სხვაობა იყო დემენციის განვითარების მაჩვენებელში. ეხლა ცოტა უფრო აქეთ რო გადმოვიდეთ და ვთქვათ, რასთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული და საერთოდ რა არის ეს ზოსტერის ვაქცინა. ხო? როგორც შენ აღნიშნე, ეს ვირუსი, ერთი ვირუსი ორი დაავადების, ორი გამოვლინების გამომწვევია და ორივე საწინააღმდეგო ვაქცინები ცალ-ცალკე არსებობს. თუმცა ჩვენთან მშობლებს ძალიან ხშირად ერევათ ხოლმე და გონიათ, რომ მათი შვილები ჩუტყვავილე საწინააღმდეგოდ არიან აცრილები. რაც ასე არ არის, აი ხშირად ასევე გონიათ ხოლმე კომუნისტების დროს, ხო საბჭოთა კავშირის პერიოდში ყველაფერს ვიგ არც მაშინ არ იყო, საერთოდ არ არსებობდა და საქართველოში არასოდეს არ ყოფილა ბავშვთა აცრების ეროვნულ კალენდარში, ანუ ესე ოფიციალურად არ ქონია, თუმცა კომერციულად ხელმისაწვდომი არის ხოლმე და შეუძლიათ ვიღაცებმა იშოვონ და გაიკეთონ. ვერც იქნებოდა აქ ჩაგერთვები ბოდიში, იმიტომ რომ ეს ვაქცინა შეიქმნა 1974 წელს იაპონელი ექიმის თუ არ ვთქვი მიშიაკი ტაკაჰაში ესე ერქვა ამ ექიმს 74 წელს შეიქმნა, მაგრამ 1986 წლამდე გამოყენებაში არ იყო. და 1991 წელს კიდე უკვე საბჭოთა კავშირი აღარ იყო. ამიტომ ვერც იქნებოდა და კომერციულად საბჭოთა დროს მით უმეტეს ვერ იქნებოდა ცენტრალიზებული. ეხლა არის კომერციულად ხელმისაწვდომი სხვა კლინიკებში შეიძლება ვიღაცებმა კერძო ინიციატივით ნახონ, თავისი შვილები აცრან, მაგრამ თუ მათ არ ახსოვთ, რომ თანხა გადაიხადეს ჩუტყვავილის ვაქცინის გაკეთებაში, ესე იგი მათ შვილს ვაქცინაცია ჩატარებული არ აქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ მას იმუნიტეტი არ აქვს ჩუტყვავილას საწინააღმდეგოდ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩუტყვავილა თუ კი დაემართება, მას მომავალში აქვს ასევე ალბათობა იმის, რომ აი მისი მეორე ზოსტერი. კი ბატონო. ანუ ჩვენ თუ ჩუტყვავილის საწინააღმდეგოდ ბავშვს ავცრით, გამოვაროთ ჩვენ
ჩუტყვავილისგან ხო დავიცავთ ბავშვს და შემდგომში აი მისი ამ მეორეული გამოვლინების ზოსტერისგანაც დავიცავთ და ეხლა რა კავშირში არის მაშინ დემენცია, ხო? აი ეს რასაც შენ ამბობდი, რომ ეს ნერვულ დაბოლოებებში იბუდებს, ეს როგორც აღმოჩნდა, როგორც ჩანს ესე უბრალოდ წყნარად და მშვიდად არზის იქ და ცოტა აზიანებს კიდეც, აი მუჯრედებს თავის გარშემო, რომელიც შესაძლოა, რომ ზრდიდეს დემენციის ალბათობას. ის კვლევა, რომელიც თქვის დასრულებული კვლევა არ არის, ეს პირველადი შედეგები იყო, უბრალოდ სტატისტიკა ამ რიცხვებს აჩვენებს და შემდგომში კიდე გასაღრმავებელია, მაგრამ ძალიან საინტერესო მაჩვენებელია. ეხლა რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ჩუტყვავილა უკვე გადავიტანე, მაგ შემთხვევაში უკვე აღარაფერი მეშველება? არა, ეს ასე არ არის, იმიტომ რომ მერე შეგვიძლია ჩვენ რომ გავიკეთოთ ეს ზოსტერის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც ცალკე არსებობს, რომელიც ასევე არ არის აი ამ პროგრამებში და რომელიც ასევე არის მხოლოდ კომერციულად ხელმისაწვდომი, თან ყველა ქვეყანაში არა. ხო. მოდი აი აქ ერთ რაღაცას დავამატებ, იმიტომ რომ ამ ვაქცინის მოქმედებას აქვს თავისი ვადა ცოტა ისეთი ნათქვამია, მაგრამ დიდხანს არ გრძელდება. ამიტომ ის რისკ ფაქტორები, რაც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, თუ რაღაცა ასაკის ზემოთ, ხო, 50 წელს რო გადაცილდება ადამიანი, ან როცა ჯანმრთელობის სხვა დიდი პრობლემები აქვს, რამაც შეიძლება რომ იმუნიტეტის დასუსტება გამოიწვიოს. აი, ეს არის ის მდგომარეობები, როცა შეიძლება რომ ზოსტერი გააქტიურდეს და ამიტომ მნიშვნელოვანია რომ მაგ დროს იყო დაცული. ამიტომ ეს რეკომენდებული სტანდარტულ დონეზე ახალგაზრდა პოპულაციისთვის ეს ვაქცინა არ არის. ეხლა მე თუ მაგალითად ხვალ მივფრინა სიტყვაზე ვამბობ ავსტრალიაში, სადაც ეს ვაქცინა არის მაგალითად, ეხლა რომ გავიკეთო, ვიქნები თუ არა დაცული? არ იქნები დაცული, იმიტომ რომ კვლევები ამბობს, რომ 10-15 წელი დაახლოებით გრძელდება. აქ მოდის მეორე შეკითხვა. ეს ვირუსი არის დნ ვირუსი, რომელიც არ მუტირებს, ფორმებს არ იცვლის, მაშინ რაღაცო არ გრძელდება. აი ეს იმუნიტეტი, იმიტომ არ გრძელდება, რომ აქ გვაქვს ძალიან ზოგადად რო ვთქვათ და დეტალებში რო არ ჩავიდეთ, ესეთ სიტუაცია. სხვა დნ ვირუსების საწინააღმდეგო ვაქცინები მუშაობს როგორ, ხო? ის მიმდინარე არსებულ ახლად შემოჭრილ ინფექციებს ებრძვის. იგივე ჩუტყვავილის ვაქცინა. როცა ჩუტყვავილის ვაქცინას უკეთებ, ანტიგენი შედის ადამიანის ორგანიზმში და ამის საწინააღმდეგოდ მკვეთრ და ძლიერ იმუნიტეტს გამოიმუშავებს. მაგრამ ეს ზოსტერის ვაქცინა მიძინებული ვირუსის რეაქტივაციის საწინააღმდეგო ვაქცინა, ამიტომ აქ ეს მოქმედების მექანიზმი აბსოლუტურად განსხვავებულია და რაღაცა პერიოდის შემდეგ ის ნელ-ნელა ნეიტრალდება. ამიტომ მაშინ კიდევ დაგვჭირდება ხელახლა ვაქცინაცია. კი ბატონო, გეთანხმები, აქვე ისიც ვთქვათ, რომ თუ ჩუტყვავილა არ დაემართა ადამიანს, პირდაპირ ზოსტერი რო განუვითარდეს, გამორიცხულია. ეს არის, რომ ზოსტერი თუ აქვს და გადაედო, მაშინ ჩუტყვავილა რო ემართება. იმიტომ რომ ჩუტყვავილას ვირუსია ეს სინამდვილეში, ხო? უბრალოდ ჩვენ დავყავით ესე სახელდობრად დავყავით და დავარქვით, ხო? იმიტომ რომ სხვადასხვა გამოვლინება აქვს, თუ ერთ ვირუსთან გვაქვს აქ, ანუ ზოსტერი თუ აქვს ადამიანს და კანიდან კონტაქტი ქონა მეორე ადამიანთან, იმას შეიძლება განუვითარდეს ჩუტყვავილა. ზოსტერი ვერ განუვითარდება ვერანაირად, ანუ პირველადი ინფექცია განუვითარდება, მაგრამ აქვე ისიც ვთქვათ, რომ თუ ჩუტყვავილაზე არის აცრილი ადამიანი, ეს თვითონ ეს აცრა თავისთავად ზოსტერის მერე რისკს არანაირად არ წარმოადგენს. საუკეთესო ვარიანტი ეგ არის. საუკეთესო ვარიანტი ეგ არის, რომ აუცრად ბავშვი ემთხვევა სხვათა შორის წწ ვაქცინების მას გრაფიკს, ასე ვთქვათ, 1 და 5 წლის ასაკში ტარდება ორდოზად ეს ვაქცინაც. თუმცა, აქვე ვილაპარაკოთ იმაზე, რომ სამწუხაროდ ჩვენთან ეს მხოლოდ კომერციულად შეიძლება იყოს ხელმისაწვდომი, როგორც შენ უკვე ახსენე. რა შეიძლება იყოს მიზეზები ამის, რომ ჩვენთან აი ძნელად თუ იშოვება ეს ვაქცინა. რატომ ამბობ ამას? სხვა ქვეყნებში როგორია პრაქტიკა? მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს გეგმიური კალენდარში შედის ეს ვაქცინა. თუმცა ეს არ არის ხშირი პრაქტიკა. ევროპის უმრავლეს ქვეყანაში ეს ვაქცინა ხელმისაწვდომია, თუმცა არ არის გეგმიური აცრების კალენდარში შეტანილი, მაგრამ რომ მივიდეს მშობელი ან თვითონ პაციენტი და რომ სურდეს აცრა, მას უფასოდ აცრიან ჩუტყვავილას წინააღმდეგ. ჩვენთან ხო არც ერთია, არც მეორე. ამას ბევრი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. პირველი, ჩვენ მახსენეთ
მოვიხსენეთ, რომ ჩუტყვავილა არ ითვლება ისეთ მძიმე ინფექციად, როგორც სხვა ინფექციები. მეორე რომ არსებობს კიდევ ინფექციები, რომლებიც ბევრად უფრო მძიმედ მიმდინარეობს ვიდრე ჩუტყვავილა, რომლის საწინააღმდეგო ვაქცინაც არსებობს და ჯერ ეს ვაქცინები გვაქვს შემოსატანი და უნდა გვესმოდეს ის, რომ ეს უფასო მაგალითად მენინგოკოკური ვაქცინა, ხო? რომელიც მენინგიტის მთავარი გამომწვევია. პაპილომას ვაქცინა ჯერ კარგად არ გვაქვს დანერგილი, აქაც არ გვაქვს დანერგილი, ხო? და ეხლა ჩვენ არა ვართ დიდარი, ანუ როდესაც სახელმწიფო იღებს გადაწყვეტილებას, რომ შემოიტანოს ესა თუ ის ვაქცინა, ის უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ამ ვაქცინის ათვისება მოხდება სათანადოდ, ხო? და მოწოდებულია, რომ მოსახლეობის 95%-ზე მეტი იყოს აცრილი, განსაკუთრებით იმიტომ, რომ აი ესეთი მაღალი გადამდებლობა ახასიათებს ჩუტყვავილას, ხო? ანუ მიზეზი ბევრია. და ვინაიდან ამდენი ცრუ ინფორმაცია ან დეზინფორმაცია არსებობს ამ ვაქცინის ირგვლივ, ძალიან ბევრს გონია, რომ უკვე აცრილია, ბევრს გონია, რომ გადატანილია, არ ახსოვს. ასე შემდეგ, აი ესეთი მიქსში ამ ინფორმაციის, ხო, კოქტეილში რთული იქნება სავარაუდოდ კომუნიკაცია და ამხელა ფასის გადახდა ვაქცინაში, რომელიც ათვისებად შეიძლება მე აღმოჩნდეს, რომ არის 25-30% და ეს ფაქტობრივად ვაქცინის შემოტანის წარუმატებლობას ნიშნავს, ეს ვაქცინები ძველდება და შე რო ბავშვობაში ვადაგასული თუ ამჟავებული ვაქცინა გაიგეთე, შეიძლება ეს ამჟავებული ვაქცინები შეხვდეთ, ან არა გადაიყრება ბოლო-ბოლო, ხო? ჩიტი ბრტყნად უნდა ღირდეს და ამ შემთხვევაში ამიტომაც ბევრი მიზეზია, თუმცა ვიმედოვნოთ, რომ ესეც სახელმწიფოს პრეროგატივაა, რომ ამის შესახებ კომუნიკაცია კონდეს საზოგადოებასთან, შეამზადოს ასე ვთქვათ, ცნობიერება იმისთვის, რომ მიმღებლობა ამ ვაქცინის გაიზარდოს, იმიტომ რომ ხა ჩუტყვავილის მიმართ მე არ ამგონია, რომ რაღაცნაირი, აი ჩუტყვავილის ვაქცინის მიმართ არ არის ესეთი სკეპტიკური დამოკიდებულება სხვა ვაქცინებისგან განსხვავებით და არ ამგონია, რომ ეხა მიმღებლობის ძალიან დიდი პრობლემა არასოდეს ვთქვათ, არასოდეს ვთქვათ, არასოდეს. შეუცნობელია მათი ესე აქვია ამ ვაქცინის მოწინააღმდეგეთა მიზნები, იმიტომ რომ მაინც კიდე ერთხელ რომ გავიხსენოთ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, ბავშვთა აცრების მოცვით ჩვენ საბჭოთა კავშირის დროიდან ყოველთვის ჰქონდა კარგი მონაცემები. კი ბატონო. ანუ ეს ანტივაქსერული განწყობები ქვეყანაში არ არის ისეთი ძლიერი, როგორადაც ესენი აჩვენებენ დღევანდელობაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სოციალურ ქსელებში. თუმცა პრობლემები გვაქვს. განსაკუთრებით COVID პანდემიის შემდეგ და ამ პრობლემებმა წარმოშვა წითელა. კი ბატონო. წითელა წარმოშვა და ეხლიანერა წარმოშვა, იმიტომ რომ ჩვენ დღესდღეობით უკვე დადასტურებულად ვიცით რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. მიზეზი იყო დაგვიანებული მიმართვები ან ვაქცინების სხვადასხვა დოზების გამოტოვება COVID პანდემიის დროს, როცა მშობლები ცდილობდნენ, რომ დამატებითი ანუ რაიმე ისეთი გადაუდებელი საჭიროება თუ არ იყო, სამეცნიერო დაწესებულებაში არ მieყვანათ ბავშვები. ამან გამოიწვია რა? მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში. ბავშვებს მეორე, მესამე დოზები გამოტოვებული აქვს სხვადასხვა ვაქცინით და მათ შორის არის ბავშვების შემთხვევაში წითელა-წითურა ყბაყურას ვაქცინაც. რამაც მოგვცა რა შედეგი? შედეგი გვაქვს დღეს შემდეგი, რომ წითელა, რომელიც ბევრ ქვეყანაში ელიმინირებული იყო და ზოგადად აი ესეთ მილევად რეჟიმში განვიხილავდით ამ დაავადებას, იმიტომ რომ ისიც ისეთი ინფექცია, რომელიც ვაქცინაციით ადვილად ექვემდებარება პრევენციას, ანუ თუ კი ერთხელ ისეთი ძლავრი პოპულაციური იმუნიტეტი შეიქმნებოდა ჩვენ გარშემო ის დაავადება შეიძლება რომ ჩვენ გარშემო უბრალოდ გავაქროთ, როგორც ეს ერთხელ უკვე გავაკეთეთ ყვავილის შემთხვევაში, აი ამაზე როცა საუბრობდით, უცებ მივიღეთ სურათი, როცა 2025 წელს 57 ქვეყანაში გვაქვს წითელა საფეთქება. ხო. მათ შორის გვაქვს საქართველოში. ჩვენი სტატისტიკაც ესეთია, რომ წელს გვაქვს აფეთქება. ალბათ ეხლა რაღაცა კოშმარი არავინ წარმოიდგინოს, ანუ გლობალურ ტრენდში ვართ ჩვეულებრივ, ანუ რამე განსაკუთრებული არ ხდება, თუმცა ის რომ სხვაგანაც ცუდი ამბავია, ჩვენ არ გვამშვიდებს, თავისთავად ცხადია. რაც დანამდვილებით ასევე შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ ძიმე შემთხვევები არა გვაქვს. მსუბუქი მიმდინარეობა ყველა ის შემთხვევა, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს დაფიქსირებული, მაგრამ გვაქვს აფეთქება, ანუ outbreak იგივე, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეულობით შემთხვევა გვაქვს ამ ეტაპზე ქვეყანაში. წითელა
კიდე ერთი დაავადება, რომელიც აი ამ სიფრთხილეს საჭიროებს, იმიტომ რომ განსაკუთრებულ კუდები სიფრთხილეს. კიდე ამასაც ახასიათებს და თვითონ მიმდინარეობითაც ამას უკვე მსუბუქ ინფექციას ვერ დავუძახებთ, ხო? ხო. მოდი სანამ წითელას სალაპარაკოთ გადავალთ. პატარა ვიდეო მინდა რომ ნახოთ, სულ 15 წამი. აი ეს რითიც დავიწყეთ დღეს ჩვენი დღევანდელი პოდკასტი. ბატონების შესახებ. ძალიან კარგად არის გადმოცემული ქართულ ისეთ კლასიკურ ფილმში იანანამ რა ქნა, როცა თუ კი გახსოვთ იქ პატარა ქეთოს ემართება ბატონები. და ეს ბატონები დიდი ალბათობით არის წითელა და აი მოდი ვნახოთ რას აკეთებენ მისი ახლობლები. შეგუწევთ ბატონიშვილი იავნანინაო, უსხიათ ოქროს ქოჩორი ვარდონანინაო, ატლასის საბანი ხურათიანანინაო. ხო, ну აი რა ვნახეთ ახლა ამ ვიდეოშიც, ხო? აი ეს რიტუალი, რომელიც იყო გარშემო, ის სიჩუმე, ის მოფერება, ეს ყველაფერი, ანუ სრული კომფორტი, რომელიც ერთის მხრივ თვითონ ამ მოავადი ადამიანს უნდა შექმნოდა, იმისაც რომ ეს ბატონები არ გაგებრაზებინა, ხო? ამას კიდე თავისი ახსნაც აქვს, ბუნებრივია. წითელა შეიძლება რომ ძიმედაც მიმდინარეობდეს. კი. მას ეს არ თავისი არის გართულებებით ინფექცია. ხო, სუბუქ ინფექციად უკვე წითელას ვეღარ ჩავთვლით, ხო ესეა? ერთი მხრივ ვერ ჩავთვლით და აქ ტერმინის სახადი კიდევ უფრო ნაკლებ რელევანტურია, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში უკვე ვაქცინა გვაქვს ქვეყანაში, ეს ვაქცინა შედის გეგმიური აცრების კალენდარში, უფასოა, მაგრამ ეს არ უნდა აგვერიოს სავალდებულო ვაქცინაციებში, ხო, ეგრეთ წოდებულ. ხშირად ჩვენს კომენტარებში გვიწერენ, რომ როგორ შეიძლება ეს საყოველთაო სავალდებულო ერთ რიგში ატარებენ ამ საყოველთაო სავალდებულო ვაქცინებს, ხო? ეს კონკრეტული ჯგუფებისთვის არის სავალდებულო, ან შეიძლება კერძო დაწესებულებებს ბაღი იქნება თუ სკოლა და შემდეგ თვითონ კონდენ დაწესებული რომ მის სკოლაში ვერ არ მიიღება ბავშვი რომელიც აცრილი არ არის და ეს გასაგებია, იმიტომ რომ ინფექციური დაავადება ზოგადად არ არის პირადი პრობლემა და ესეც უნდა გავიგოთ ჩვენ რომ ინფიცირებული ადამიანი არ არის მხოლოდ პრობლემა საკუთარი თავისთვის, არის გარშემომყოფებისთვის, განსაკუთრებით როცა ისეთ ინფექციაზე ვლაპარაკობთ, რომლის როგორც ვთქვი, რეპროდუქციული ინდექსი, ანუ გადამდებლობის საშუალო მაჩვენებელი არის მინიმუმ 12, ხო, საშუალოდ 12-15. ანუ ერთი ადამიანი საშუალოდ 12-15 ადამიანს აინფიცირებს. რატო არის ახლა ეს ინფექცია საშიში? ნუ ესეც წვეთოვანი გზით გადამდები ინფექციაა, როგორც უკვე ჩუტყვავილას შემთხვევაში ვახსენე, მსგავსი გადაცემის ფორმა მუშაობს აქაც და პაციენტი გადამდებია გამონაყრის განვითარებამდე 4 დღით ადრე და გამონაყრის განვითარებიდან 4 დღე. ანუ არა ეს სრული პერიოდი, როცა გამონაყარია, გამონაყრის გამოჩენიდან 4 დღის თავზე ის გადამდები უკვე აღარ არის. და ეს გამონაყარი როგორც წესი, ხო, აი წითურასგან გარჩევა უჭირთ ხოლმე ხანდახან და გამასხვავებელი მთავარი ის გახლავთ, რომ ნუ წითელა იწყება ესეთი მაკულოპაპულურული გამონაყარი ქვია, ნიშნავს ლაქოვან, კვანძოვან გამონაყარს ოდნავ წამოწეულს, ხო? ანუ ზედა წითელი ფერია, წამოწეულია ზედაპირიდან, იწყება ეს თმის ხაზიდან და ნელ-ნელა ჩადის და მთელ ტანს ედება. და ახასიათებს მაღალი ცხელება, ხო? აი ეს განასხვავებს წითურასგან. ზოგადად წითურას მქონე ბავშვი თავს შედარებით უკეთად გრძნობს, ვიდრე წითელას მქონე პაციენტი და გამონაყარსაც წითურას შემთხვევაში სხვანაირი ისეთ მიმდევრობა აქვს, ხო? ისიც სახიდან იწყება და ქვევით ჩადის ნელ-ნელა, მაგრამ არა თმის ხაზიდან, ხო? წითურაც ასევე სახიდან იწყება, მაგრამ არა თმის ხაზიდან და ნელ-ნელა ჩადის, არის უფრო მკრთალი ვარდისფერი გამონაყარი და ცხელება აქვს ძალიან დაბალი, სუბფებრილიტეტი ახასიათებს, როცა წითელას შემთხვევაში სიცხე შეიძლება ავიდეს 39.5-40 გრადუსად. რატო არის? ხო, რაღაცა წითურა, აქვე დავამატოთ, რომ წითურა საშიში ინფექციური დაავადება, განსაკუთრებით ორსულების, ხო? კი ბატონო, მივიდეთ მაგამდე. ის ერთ-ერთი ინფექცია, რომელიც ამ პლაცენტარულ ბარიერს გადის და შეიძლება ნაყოფის დაზიანება კი არა და აზიანებს ნაყოფს და არის აბორტის ჩვენება, ხო ესეა? კი, პირველ ტრიმესტრში, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში გულისხმობა პირველი 3 თვე ორსულობის, თუ დაინფიცირდა დედა, შანსი წითურას თანდაყოლილი სინდრომი ესე ქვია, რომელსაც თან ახლავს ძალიან ბევრი თანდაყოლილი მანკი, გულის მანკები, მათ შორის თვალის კატარაქტები, სმენის სრული დაქვეითება და ასე შემდეგ. ნუ ძალიან თან
თუ დაინფიცირდა დედაწითურათი პირველ ტრიმესტრში, ალბათობა იმისა, რომ ბავშვს დაჰყვეს ეს სინდრომი ძალიან მაღალია, დაახლოებით 70% შემთხვევებში სრულდება ეს ბავშვის და სწორედ ამან ჩაუყარა თავის დროზე წითურას საწინააღმდეგო ვაქცინაციის შექმნას საფუძველი, ვინაიდან 60-იან წლებში ამერიკაში იყო ეპიდაფეთქება ასეთი ბავშვების დაბადების, ხო? ანუ ეს ორსული ქალებს მასობრივად ჰქონდათ წითურა, შეეყარათ და მათ შვილებს ესე გახდა პრობლემა და შეიქმნა ვაქცინაცია ამის წინააღმდეგ, მაგრამ დაუბრუნდეთ წითელას, ხო? რატო არის ეს საშიში ინფექცია? პირველ რიგში თვითონ მიმდინარეობის დროს შეიძლება გართულდეს მრავალმხრივად, ხო? და ყველაზე ესეთი ხშირი გართულება რაც შეიძლება იყოს, კлау მეორეული პნევმონია, მეორეული ფილტვების ანთება, ხო? ბაქტერიული ინფექცია. ნუ რაც თქვით, ძალიან სწრაფად ვრცელდება და როგორც წინა ინფექციის შემთხვევაშიც, ესეც არ გვანებებს თავს, როდესაც გაივლის ეს ინფექცია, მკურნალობის ეფექტური მეთოდები არ გვაქვს, ახალ რაღაც მოცდის დაკვირვების და სიმპტომური მკურნალობის მიდგომები გვაქვს, იქნება ეს რაღაც ჰიდრატაცია, ანუ სითხეები, კლასიკურად რა, სითხეები, სიცხის დამწევები და ასე შემდეგ. წლების შემდეგ თუ წითელას გადაიტანს ბავშვი ან მოზრდილიც, მოზრდილებში კიდევ უფრო რთულად მიმდინარეობს და მძიმედ, წლების შემდეგ შეიძლება განვითარდეს ესეთი მდგომარეობა, რომელსაც ქვია ქვემწვავე მასკლეროზებელი პანენცეფალიტი. ნუ ეს მარტივად რო ვთქვათ, არის ტვინის მომაკვდინებელი ანთება. ანუ ეს ფაქტობრივად ყოველთვის სრულდება ეს ფატალურად. და ეს ამის მთავარი პრევენციის გზა რა გვაქვს? ვაქცინა, რომელიც უტოლდება ფაქტობრივად ინფექციის ბუნებრივად გადატანის დაცვას. ანუ 97% შემთხვევებში თუ ორი დოზით არის ბავშვი აცრილი, მაგრამ ისეთი ვაქცინით, რომელიც არ არის ამჟავებული, წითელასი, 97% არის იმის გარანტია, რომ ბავშვს არასდროს და მოზრდილის შემდეგ განუვითარდება წითელა. ხო, აქვე შეგვიძლია ვთქვათ და ვახსენოთ ის მითები და რატომ მაინც და მაინც წითელა, რატომ არის ესეთი ფლუქტუაციები, რატომ გვაქვს აცრის მოცვაში, ხო? როგორც შენ თქვი, კლასიკურად სულ 94-97% გვეჭირა საბჭოთა პერიოდშიც, ეხლაც, მაგრამ სულ გვაქვს ეს ჩავარდნები. და ეს უკავშირდება პრინციპში სამწუხაროდ, აი ერთ ადამიანს თავიდან საფუძველში ამ მითების გავრცელება წითელას ვაქცინაციის შესახებ, ეს გახლავთ ბრიტანელი გასტროენტეროლოგი ენდრიუ ვეიკფილდი. ის რა ქვია, სანდრო, ეგ ისტორია, სევდიანი ისტორია, რომელიც უკავშირდება თან აღარ დასრულებულ ყვითელ ამბავს სოფლიოში. ხო არ ჯობია რომ ჩვენ აღარ შევახსენოთ ადამიანებს და შეუძლიათ რომ ნახონ აი აქ ახლა გამოჩნდება ლინკი ზემოთ, სადაც ნინუკა ყვება, ჩვენი კოლეგა ერთ-ერთ პოდკასტში, რომელიც ვაქცინაციის თემას ეძღვნებოდა და ჩვენ უბრალოდ კიდევ ერთხელ დავამატოთ, რომ ეგ არის მითი. ეს არის მითი, რაც თქვენ ამ პოდკასტში იხილეთ, ეს არის მითი. რასაც ყვება ნინუკა, მაგ ისტორიას. და ამან რეალურად იმაზე მეტი ადამიანი დააზარალა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ვიდრე რა ვიცი, რაღაცა 1000 მოუბედურება, მან თვითონ ამ დაავადებამ, ხო? და აი ამ მასობრივი კამპანიის შედეგად 1980-2016 წლებში 85%-ით შემცირდა სიკვდილობის მაჩვენებელი წარმოიდგინეთ და ამ ერთმა რაღაცა მითების კორიანტელმა, რომელიც აღმოჩნდა, რომ 21 საუკუნეში ძალიან ადვილად იკიდებს ფეხს ამ ზღვა ინფორმაციაში, გამოიწვია კიდევ დამატებით, აი უკან გადაგვაშლევინა ფურცელი ისტორიაში, ხო და გაგვახსენა. წარმოვიდგინოთ ახლა ზურა მე და შენ, რომ დღეს ყველა ვაქცინა რო ამოვიღოთ გეგმიური კალენდარიდან, აი ეს 14 ინფექციური დაავადება, რომლის წინააღმდეგ ვაქცინებიც გვაქვს, აი ერთ დღეს რომ ამოვიღოთ და 5 წელი რომ მოვიცადოთ. უბრალოდ
ქვაქვაზე აღარ ბავშვთა ინფექციებზე ეს ვსაუბრობ. ნიშნავს, რომ ბავშვთა სიკვდილების მაჩვენებელი იქნება ისევ ძალიან მაღალი, ძალიან მაღალი. ყოველი მეოთხე ბავშვი და ასე შემდეგ დაიღუპება. კი, ერთმა პანდემიამ რა გვიქნა, როგორ გადაგვიტვირთა ჰოსპიტალები, ასე შემდეგ წარმოიდგინოთ, ეხა 4-5 ისეთი ინფექცია, რომელიც კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება და მცირდება და გვექნება მარტო საქართველოში არ მოიგ ყველამ რო გააუქმოს, ხო? გვექნება ერთი 7-8 პანდემია ერთდროულად, ხო, რომელსაც ვერავინ და ვერაფერი ვერ გაუძლებს, ხო? რეალურად აი ამ ვაქცინების გამოგონებამ და აქტიურმა დანერგვამ განაპირობა ბავშვთა სიკვდილების შემცირება, რამაც ჩვენ შედეგად მოგვცა პოპულაციის ზრდა დედამიწაზე და ამავე პერიოდში ხდებოდა მედიცინისა და ჰოსპიტალური სექტორის და კლინიკების, პოლიკლინიკების, ამბულატორიული სექტორის განვითარება, ხო, ეს არ გახლავთ საუკუნეების გამოცდილება დედამიწაზე. ეს ყველაფერი აი ერთიანად დაიწყო განსაკუთრებით მე-20 საუკუნეში და სხვა რეალობა შეიქმნა უცებ დღეს 21 საუკუნეში აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვაქვს და ძალიან განსხვავდება ადამიანების ცხოვრება იმისგან, რაც თუნდაც 1 საუკუნის წინ იყო, აი ამ ყველაფრის გამო. თუმცა აი ეს უცებ როგორ შეიძლება რომ ნაბიჯი უკან გადადგა, ხო, ეს მნიშვნელოვანი ამბავია, იმიტომ რომ როცა ჩვენ წითელაზე ვსაუბრობთ, აი კიდე ერთი საკითხი უნდა მე რომ დავაზუსტოთ, ხო, მაგალითად რა მოხდა იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ ხელა პროგრესი ხო უცებ განიცადეს, ხო? და 2000 წელს რეალურად ამერიკის შეერთებულ შტატებში ელიმინირებული იყო წითელა. ანუ ის ამერიკის შეერთებულ შტატები გამოცხადა წითელასგან თავისუფალ ქვეყნად, მაგრამ თუ სწორად მახსოვს 2019 წელს მათ ისევ დაკარგეს ეს სტატუსი და წელს უკვე ეპიდემია აქვს, განსაკუთრებით ტეხასის შტატში ისევ აფეთქება, ნუ ბევრი აფეთქება იქ სხვადასხვა ნაწილში, უკვე მსხვერპლის მოყვა ამას და იღუპა ბავშვი და ასე შემდეგ. რასთან იყო ეს დაკავშირებული და ისევ იგივე საკითხზე, რაზეც ვსაუბრობდით ჩვენ, აი ეს ვაქცინაციის დოზების გამოტოვებასთან, COVID პანდემიის შემდგომ ანტივაქსერული კამპანიების მოძლიერებასთან და იმ რაღაცა ცოტა უცნაურმა პოლიტიკამ, რომელიც ჯანდაცვის მიმართულებით ამ ეტაპზე არის კიდე ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმიტომ რომ ეს ამ განწყობების წახალისებაც მოხდა ერთგვარად, სკეპტიციზმი შეიქმნა და რეალურად მივიღეთ შედეგი ბავშვი დაიღუპა. რა თქმა უნდა, ეს ერთი ბავშვის სიკვდილი იმაზე დიდი ტრაგედიაა, ვიდრე მაშინ რომ ამდენი ადამიანი იხოცებოდა, იმიტომ რომ ქვეყანაში წითელა აღარ იყო. და დღეს ესეთი სურათი გვაქვს, ხო? ანუ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ჩვენ გარშემო ადამიანები რომ ასეთი ინტენსივობით აღარ ავადობენ ამ დაავადებებით, გასაგებია რომ ეს რელევანტურობას, აქტუალობასაც უკარგავს მე ამ დაავადებებს და ამ საკითხებზე აღარ ვფიქრობ, ხო? მაგრამ ყურადღების მოდუნება იწვევს ისევ აი ასეთ შედეგებს, რომელშიც დღეს ვართ 57 ქვეყანაში გვაქვს ეპიდაფეთქება წითელას. შეიქმნა თაობა, რომლისთვისაც არარელევანტური ყოველდღიურობა გახდა მოცემულობა, ამ ვაქცინების არსებობა, ეს დაავადებები რო გაქრა, ну ეხლა აი მაგალითად 10-12 წლის ბავშვს რო კითხო, ხო, მის გარშემო შეიძლება ვერც გაიხსენოს ვერავინ, ვისაც ჰქონდა წითელა, ან რაღაცა ყივანახველა, დიფტერია, ასე შემდეგ, ხო? ეს ყველაფერი ეს დაავადებები ვაქცინაციის მეშვეობით გაქრა. იმიტომ რომ ამათი მკურნალობის ეფექტური მეთოდებიც არ არსებობს, ხო? უმრავლესობა ეხლა ვირუსებზე, რასაც ჩვენ ვლაპარაკობთ, ეფექტური მკურნალობის მეთოდები არ არსებობს და სწორედ ვაქცინაციამ გამოიწვია ამ დაავადებების არარელევანტურობა და უცნაური სწორედ ეგ არის, რომ ამ პანდემიის დროს ისევ ვაქცინები გახდა სამიზნე, რომელმაც ჩვენ ასე ვთქვათ, ბავშვთა სიკვდილიანობა როგორ შეგვიმცირა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა გაზარდა და რამხელა ხარჯს ასევე, რაც მნიშვნელოვანია, ხო? აი მაგალითად შუტყვაველზე რო საუბრობდით 1995-2020 წლებში ამერიკაში აშშ-ში 97% შემცირდა ინფექციის მაჩვენებლები. სიხშირე ინფექციის ჩუტყვავილის და ამის გამო დაიზოგა 23.5 მილიარდი ამერიკული დოლარი. ანუ პრევენცია პლუს ნიშნავს შემცირებულ ხარჯებს ქვეყნისთვის. ეს ამ ხარჯეფექტურობის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია პრევენციაზე ორიენტირებული ჯანდაცვა. თუმცა როგორც უკვე თქვი, ახო ამ COVID პანდემიამ იმის მაგალითად ძალიან ბევრი რაღაც უნდა გვესწავლა პრინციპში. აი ეს
უკუ რეაქციებიც შედეგები გამოიწვია უფრო სწორად. სანდრო, მოდი რაღაც პატარა ალბათ უკვე შეჯამებისკენაც გადავიდეთ, იმიტომ რომ ეს ძირითად ასპექტებს მე მგონი მაინც შევეხეთ ამ ორივე ინფექციური დაავადების. ხშირად დასმული შეკითხვები თუნდაც რასაც ეღანა ჩვენი მეგობრები აქ გვეკითხებოდნენ, რომ თუ ერთხელ უკვე ვიავადე, ეგეწოდებული გადავიტანე მაგალითად წითელა ან შუტყვავილა შეიძლება თუ არა რომ მეორეთას დამემართოს, ხო? ნუ უპასუხოთ რომ არა. სტანდარტულ შემთხვევებში რამე ისეთი კრიტიკული თუ არ ხდება, ასეთი რაღაც არ ხდება, ის მყარ იმუნიტეტს გამოიმუშავებს ჩვენი ორგანიზმი ვირუსთან ერთხელ როცა ექნება მას შეხება, ასევე ვის შეუძლია ამ ვაქცინებით სარგებლობა ამ პროგრამით, ხო? მოდი აქაც გავყოთ, რომ ჩვენ გვაქვს აცრების ეროვნულ კალენდარში ბავშვებისთვის წითურა ყბაყურას კომბინირებული ვაქცინა და ამ ეტაპზე ჩვენ რაც გვაქვს, ხო, იმიტომ რომ ეს ვაქცინების განსხვავდება და უფროსებისთვის გვაქვს წითურას კომბინირებული ვაქცინა. ისიც უფასოა და ესეც უფასოა. ორივე სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში გაიცემა. თუ კი ვიღაცას არ ახსოვს მაგალითად აცრილია თუ არა, ან ეჭვიეპარება რომ არის თუ არა სათანადოდ, ხო? აი ეს რაც რამდენიმე შემთხვევები რაც მოვყევით, თუნდაც ჩემი მაგალითი რაც ვთქვით, ხო? ან რა ვიცი, სხვადასხვა მიზეზი შეიძლება დოკუმენტები აღარ აქვს და ასე შემდეგ, რა შეუძლია რომ მან გააკეთოს? პირველი. მას შეუძლია რასაკვირველი ანტისხეულების ანალიზი გაიკეთოს. და ამით ეცოდინება და როგორც თქვით ის მყარი იმუნიტეტი გვაძლევს და ამით ეცოდინება თავისი სტატუსი და მეორე შეუძლია ეს არ გაიკეთოს და პირდაპირ მივიდეს და აიცრას. ხო, იმიტომ რომ თუ დაავადება გადატანილი გაქვს, აცრა არაფერს არ გაუნებს, რომ გაიკეთო. ხა ანტისხეულებზე რომ ვთქვათ, ანტისხეულები შეიძლება გაიკეთოს პაციენტმა და აღმოჩნდეს, რომ იმუნოგლობულინი G-ზე დადებითია, წითელას შემთხვევაში, შუტყვავილას შემთხვევაში, ყბაყურას წითურას შემთხვევაშიც ეს ნიშნავს, რომ ან აცრილი იყო ბავშვობაში, ან გადატანილია. მაგრამ შეიძლება აცრილი ყოფილიყო ერთი დოზით, მეორე არ ქონდეს გაკეთებული. ამიტომ თლად ანტისხეულებს ნუ მივენდოვით, სულ რომ გადატანილი გქონდეს, ამ ვაქცინის გაკეთება კიდე არანაირად არ გვაწყენს, მოკლედ რა. ხო, არაფერს ესეც გავრცელებული არის ხოლმე, რომ თუ მაქვს რამე ხო არ იქნება. ეს დაახლოებით იგივეა, იმიტომ რომ აქ ხო ჩვენ ანტიგენებზე ვსაუბრობთ, ხო? ანუ თუ ერთხელ უკვე შენმა ორგანიზმმა იცის, მეორედაც ეგ იგივეა, რომ რა ვიცი, დაინფიცირდი ადამიანი მაგ დროს, რამეს გრძნობ, ხო ვერაფერს გრძნობ, იმიტომ რომ ეს ანტიგენი ხელახლა ვეღარაფერს ვეღარ გიშავებს. ხო, დაახლოებით იგივე სისტემა მუშაობს ამ შემთხვევაში, თუ გეგავს იმუნიტეტი და ხელახლა იკეთებ აი ამ ვაქცინას. ხო, მე ვარ ერთ-ერთი ესეთი მე 90-იანებში ვარ დაავადებული, ჩემი დოკუმენტაცია ფაქტობრივად აღარ არსებობს, მე მგონი და ასე მიდივარ და კეჩაპ ვაქცინებს რო ეძახიან, დაწევის ვაქცინებს, ასე ვთქვათ. ვიკეთებ, გაკეთებული მაქვს ყველა, ხო? იმიტომ რომ ოჯახშიც ახლა წითურა რთული გასარჩევია, ხო? აი ესე ზუსტად არავის ესე კარგად არ ახსოვს. და ასე მშობლებსაც უნდა მივმართოთ. რა თქმა უნდა, ხო, ჩემი თაობის აი ამ კოჰორტას ადამიანების აქვს ეს პრობლემა, სხვებისგანაც გამიგია, განსაკუთრებით აი 90-იანი გარდამავალ პერიოდში. არ იძებნება დოკუმენტაცია, მშობელს არ ახსოვს, კი რაღაცაზე აქცერი შეიძლება წითელა იყო, წიტურა იყო, არ მახსოვს, არ აქვს მნიშვნელობა, მიდით, როგორც ზურამ თქვა, მოზრდილებისთვის უფასოდ გვაქვს წითელა წითურას კომბინირებული ვაქცინა და დაცული იქნებით მთელი სიცოცხლის განმავლობაში. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ რო ვთქვათ, ეს არ არის მსუბუქი ინფექციები, განსაკუთრებით მოზრდილ ასაკში თუ გაგივითარდებათ. კი ბატონო და ბოლოს ესე იგი ვეცნობოდი შეკითხვებს, რომლებსაც გვისვამენ ხოლმე ამ თემების გარშემო და მოდი რამდენიმე შეკითხვას იმას, რომ ძალიან მოკლედ ამაზეც ვუპასუხოთ, ხო? პირველი ნიკა გვეუბნება, რომ ჩვენ ვართ მე და შენ გვეხება ეს დაფინანსებული ცხრები. ვა ნიკასი არ ვიცი, მაგრამ დაფინანსება ძალიან გვჭირდება. ცხრებზე არ ვიცი, მაგრამ დაფინანსებულები არა ვართ. ხო, არა ვართ და ძალიან გაგვიხარდება თუ ვიქნები და თუ გვიყურებთ და თქვენ გაქვთ სურვილი რომ დაეხმაროთ ჩვენს პროექტს, დიდი სიამოვნებით განვიხილავთ თქვენ შემოთავაზებებს. ჩვენი ერთადერთი მიზანი მეცნიერების პოპულარიზაცია, მეტი არაფერი. მეორე, აი ეკა ქაჯაია
ასეთ კომენტარს გვიტოვებს, მაშინ სხვა ვაქცინა იყო, ბუნებრივად კეთდებოდა, ეხლა კი ხელოვნურად გენური ინჟინერით ამზადებენ და რას იწვევს მომავალში არავინ იცის, თვით ვინც ამზადებს მათაც კი არ იციან. და ამავე შინაარსის არის აზა ცკიტიშვილის კომენტარი, რომ კომუნისტების დროინდელი ვაქცინები სხვა იყო, ახლა სულ სხვა, ეხლა შხამ ვაქცინებია მოსახლეობას შესამცირებლად დამზადებული. შხამგცინები. არა, როგორც უწერია, ისევ ვკითხულობ. ნუ წამოეგებით სატყუარაზე ცხრებო. ეს ცხრები ძალიან აქტუალური საკითხია, კი ბატონო. და მოდი 2 სიტყვა. 2 სიტყვა ხა ამაზეც ვუპასუხოთ, რომ ჩუტყვავილას შემთხვევაში ხა რა ვიცი, ადრე ვერაფრითაც ვერ დამზადებოდა, სანდრომ ამაზე ისაუბრა, იმიტომ რომ ფიზიკურად არ იყო, მაგრამ აი როცა ჩვენ წითელას ვაქცინა, ხო, აი ეს ვაქცინები არის ეგრეთ წოდებული ცოცხალი დასუსტებული ვაქცინები. აი ეს კომუნისტების დროს ძალიან საყვარელი ტექნოლოგიები რაც იყო ძველად, ეგ ტექნოლოგია, ამიტომ ბუნებრივად კეთდებოდა და ახლა ხელოვნურად ასეთი ტიპის ვაქცინები, ნუ ეგ საერთოდ არარელევანტურია ამ შემთხვევაში. არაფერი ბუნებრივი და ხელოვნური ამ საკითხების გარშევაში არ არის, აქ საუბარი არის ტექნოლოგიაზე, იმიტომ რომ ერთი და იგივე ტექნოლოგიით ვერ მზადდება ყველა დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინა. რიგ შემთხვევებში ასეთი ცოცხალი ვაქცინები საუკეთესად მუშაობს, როგორც BCG ვაქცინა მაგალითად, ხო, ტუბერკულოზის არაფილტვის მიერი ფორმებისთვის იდეალური ვაქცინაა, ძალიან კარგად მუშაობს, თუმცა ამავე ტექნოლოგიით მაგალითად B ჰეპატიტის ან ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების დამზადება შეუძლებელი აღმოჩნდა, უბრალოდ ვერ შევქმენით. ამიტომ მისთვის გამოყენებული არის მეცნიერების სხვა მიგნებები, რომელიც ამასობაში წამოგვეწია და ამით პირდაპირ გაგებით მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იქნა გადარჩენილი და ნუ ვცდილობთ რომ ერთმანეთი შევაშენინოთ სიტყვებით გენური მუტაცია, გენური ინჟინერია, ესენი ცუდი სიტყვები არ არის. მუტაცია ჩვენი ბუნებრივი პროცესია. მათ შორის გენების მუტაციაც, ხო? თითოეული ჩვენგანი, თითოეული ადამიანი აი ამ მუტაციის შედეგი ვართ. სიტყვა ხელოვნურსაც, ნუ ცუდ კონოტაციას ნუ მივიცემთ. ნუ ხელოვნურ, ხო, აი ეგეწერა, ხო? რომ ადამიანი ჩვენ ხელოვნურს მითხარი ხელოვნური, ერთი მითხარი რა არის ხელოვნური დედამიწაზე? ინტელექტი. მართალია. მართალია, დანარჩენი ყველაფერი არის ბუნებრივი. ხელოვნური ინტელექტიც ბუნებრივია, იმიტომ რომ რაც ბუნებაში არ არსებობს, იქიდან ჩვენ ვერაფერს ვერ გამოვიყვანთ, ხო? ჩაკჭერ, მე დაუფინანსებელმა ცხარმა, შენ დაფინანსებული ცხარი ჩაკჭერ. კი ბატონო. ხო, აქაც ხო ეს გადაჭარბებული წარმოდგენები რო ეს ასე ქიმიები ასე შემდეგ ასე შემდეგ. რა თქმა უნდა. ანუ ის საიდან რა ვიცი სხვა პლანეტიდან ხო ჩამოვიტანეთ, ხო? ყველაფერი ჩვენი პროდუქტებია, გადამუშავებული, უბრალოდ გონივრულად გამოყენება ჭირდება და ნუ შევაშინებთ ერთმანეთს რაღაცა ამ ვითომ უცნაური სიტყვებით, არაფერი მუტაციაში, გენებში, ასე შემდეგ საჟიში არაფერი არ არის. გენებითა და მუტაციებით ვართ აწყობილი და ჩვენ გარშემო აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც ვხედავთ და ვეხებთ. ზუსტად და ძალიან მოკლედ მეც რო დავამატო, ჩვენ კაცობრიობას ისტორიის განმავლობაში დიდი გზა გვაქვს განვლილი და რაც უფრო შორს ვართ ამ გზაზე, მით უფრო ხდებით ცივილიზებულები, ხო? ანუ ვიყავით გამოქვაბულში, დღეს ვცხოვრობთ სახლებში, ყველაფერი ჩვენ გარშემო რაც არის, შეგვიძლია დავარქვათ მას ხელოვნური, იმიტომ რომ ადამიანის შექმნილია, თუ მაინც და მაინც კატეგორიზაცია გვინდა, დავარქვათ ბუნებას თავისი პირველადი ფორმით ბუნებრივი და ყველაფერი რაც ადამიანმა შექმნა, დავარქვათ იმას ხელოვნური, ხო? და რასაც ჩვენ ვქმნით, იმიტომ ვქმნით, რომ ეს მერე ჩვენ დაგვეხმაროს იმაში, რომ გავხდეთ უფრო ჯამრთელები, ჭკვიანები, ყოჩაღები, მრავალმხრივები და ასე შემდეგ. ანუ ჩვენ და ეს ხო ძალიან მარტივი სტატისტიკაც ამას ცხადყოფს. ჯერ კიდევ 100 წლის წინ ადამიანის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა იყო 45 წელი. ანუ ბუნებასთან სიახლოვე არის პირველ ყოფილური, ასე ვთქვათ, ხო? ჩვენ ბუნებასთან სიახლოვე დღეს ნოსტალგიურად გვეჩვენება, იმიტომ რომ ურბანულ სივრცეებში ვართ გაზრდილი და ასე ვთქვათ, ბუნებასთან სიახლოვე როგორც დასვენების საშუალება მოგწონს და არა იმიტომ რომ დღეს ახლა ავიბარგებოდით და გამოქვაბულში ვიცხოვრებდით, სადაც შეიძლება ერთმა გაკაწრულმა ხელმა ან არასწორი სოკოს მოწყვეტამ იცხვერპლოს შენი სიცოცხლე, ხო?
ვაღწევთ ჩვენ თავს ბუნებას და ბუნებასთან ჰარმონიულ თანაცხოვრებაში ვართ, ისე რომ ჩვენში რაღაცა არ შემოყავს იმაზე მეტი დოზით, ან თუ შემოდის მაგის თავდაცვის საშუალებები გვაქვს, რაც ჩვენ ესე ვთქვათ გიხანგრძლივებს ცხოვრებას და დღეგრძელებს გვხდის, როგორც შენ თქვი. ამიტომ სიტყვა ხელოვნურში საშიში არაფერი არ არის. კი ბატონო. და ბოლოს მინდა რომ მივმართო მშობლებს ვისაც ყავთ შვილები და ამ ბავშვებს გამოტოვებული აქვთ ეს აცრების დოზები, არ ჩათვალოთ რომ ყველაფერი დასრულებულია და ამ დოზების აღდგენა არ შეიძლება, არა, როგორც კი შეგეძლებათ, მაშინ შეგეძლიათ რომ მიიყვანოთ თქვენი ბავშვები და მათ ჩაუტაროთ წითელ და წითურ აბაყურა საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ასევე უფრო სასწრაფოდ შეგიძლიათ რომ გაიკეთოთ, დაკარგული დოზები არ არსებობს, დაკარგული დრო ამ მიმართულებით არ არსებობს, მთავარია მოვასწროთ და მანამ ავიცრათ, სანამ ეს ინფექცია დაგვემართება. რაც შეეხება ესენი სახელმწიფო პროგრამებით გვაქვს, წითელას რაც შეეხება, რაც შეეხება ჩუტყვავილას ვაქცინები, მხოლოდ კომერციულად არის ხელმისაწვდომი და ეს ზოგადი რეკომენდაცია და თქვენი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევით, აიცრებით თუ არა, ან თქვენს გარშემოყოფებს, ამ შემთხვევაში ბავშვებს აცრით თუ არა. ამით დღევანდელი ხო დავასრულოთ. დიდი მადლობას გიხდით განსაკუთრებით მათ, ვინც ბოლომდე გვისმენდით, რა კი ბოლომდე გვისმენდით, სავარაუდოდ დაგაინტერესდათ და მოგეწონათ და გთხოვთ ამისთვის გამოწერის ღილაკსაც დააჭიროთ, იმიტომ რომ ეს ჩვენ გვეხმარება, ასე მუშაობს YouTube-ის ალგორითმი. კი ბატონო, დაგემშვიდობებით მეც და იმას ვიტყვი, რომ რატომღაც ის იუზერები და მომხმარებლები, რომლებიც გვიბრუნდებიან YouTube-ზე, ესე ვთქვათ, returning viewers, იმათ 80% ჩვენ გამოწერილი არ ვყავართ და ეს ჩვენ ძალიან გვწყობს. თუ გვიბრუნდებით, ესე იგი გაინტერესებთ. თუ გაინტერესებთ, გამოგვიწერეთ, გააქტიურეთ ზარის ღილაკი, დაგვიტოვეთ კომენტარები. შეიძლება ჩვენ ამ საუბარში ძალიან ბევრი თემა გამოგვრჩა, ან ცოტა არ ვიცით, ამიტომ კომენტარებში, რასაც ჩათვლით, რომ არასაკმარისი ინფორმაცია მოგაწოდეთ, მოგწერეთ და აუცილებლად გიპასუხებთ ყველაფერზე ამომწურავად ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. და დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს და ილიაუნის Fab Labs, რომლებიც გვეხმარებიან ამ პოდკასტების მომზადებაში. ნახვამდის. კარგად ბრძანდებოდეთ.